ჩვენი სოფელი ცნობილია როგორც ფრინველებზე დაკვირვების ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი. ბათუმის ბოთლის ყელი, ასე ქვია ამ ადგილს. სოფლიოში არის მეორე ადგილზე რიცხობრივად და რაოდენობრივად ფრინველთა მიგრაციის და ევროპაში პირველ ადგილზეა. ყურადღების ქვეშა მოქცეული იმის გამო, რომ ფრინველთა უმეტესობა ზუსტად გადაიფრენს ამ ულამაზესი სოფლის თავზე. ჩამოსული სტუმრები იტკბებიან როგორც მიგრაციაზე დაკვირვებით, ასევე ჩვენი სოფლის ულამაზესი ხედებით. მე გახლავართ ნარგიზ დუმბაძე, საოჯახო სასტუმრო სტუმართმოყვარეს დიასახლისი. ჩვენი საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი სახალვაშოში. გვაქვს უკვე 14 წლიანი მუშაობის გამოცდილება. თავდაპირველად ჩვენმა საოჯახო სასტუმრომ მუშაობა 2 ნომრით დაიწყო. შემდეგ დავიწყეთ გაფართოებაზე ზრუნვა. დღეს გვაქვს უკვე 10 ნომერი. ძირითადი ჩვენი მომხმარებელი გახლავთ ევროპული ქვეყნები, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი, საფრანგეთი. როცა ჩვენი პირველი სტუმრები მოვიდნენ, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი უნდა ნატურალური პროდუქტით მომზადებული იყო, რის საშუალებასაც ჩვენ გვაძლევდა დამხმარე მეურნეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, პატარა ბოსტანი და ძირითადად ვუმასპინძლდებით ამ პროდუქტით. ვცდილობდი ყოველთვის, რომ ქართული სამზარეულოც შესაძლებლობის დაგვარად გამეცნო უცხოელი ტურისტებისათვის. გვინდა რომ ჩვენი მომზადებული კერძები იყოს ნატურალური, იყოს ადგილობრივ პროდუქციაზე დამზადებული. სტატუსი კარგი მასპინძელი, ჩემთვის ძალიან დიდი სტატუსია. ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს სტატუსი მომენიჭა და ეს მაძლევს მოტივაციას იმისთვის, რომ შემდეგში უკეთესად წარმართო ჩემი მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ ეს სტატუსი გარდა იმისა, რომ არის სტატუსი, ჩემთვის არის მეტი პასუხისგებლობა, რომ უკეთესად უმასპინძლო სტუმრებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან შემოდიან. ვფიქრობ, რომ საოჯახო სასტუმროების სიმრავლე კარგი იქნება როგორც ჩვენი სოფლისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.